ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ მე ახლა რასაც ვაკეთებ, ეს ძალიან დიდი ხანია დაგეგმილი მაქვს. შეიძლება გრაფიკი ცოტა ამერია, იმიტომ რომ გარკვეული ლოგისტიკური პრობლემები გაჩნდა. თუმცა მე ეს ყველაფერი დაგეგმილი მქონდა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ სოციალ-დემოკრატიული ევროპული ოჯახის წევრები გავხდეთ და ამას ყველა ქვეყნის სოციალ-დემოკრატიული პარტიების მხარდაჭერა ჭირდება. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, ისე როგორც რამოდენიმე სხვა ქვეყნის. აი დიდ ბრიტანეთში, მაგალითად Labour Party და ასე შემდეგ. მაგრამ და ეს მე ძალიან დიდი ხანია დაგეგმილი მაქვს და ეს ყრილობა ტარდება შემოდგომას და მე ამას დავასრულებ. და ვნახოთ რა იქნება ამის შემდგომ შედეგი. მესმის რომ ეხლა იქ ეს ვაჟბატონები ჩქარობენ და იმათ რაღაც თავისი გეგმა. არასოდეს არ მიცხოვრია მათი დღისწესრიგი. არასოდეს. მაშინ, როდესაც მათი პრემიერი ვიყავი მაშინაც. მე ყოველთვის ცხოვრობდი ქვეყნის დღისწესრიგით და სახელმწიფოს დღისწესრიგით. მე რწმუნეთ რომ გააგრძელონ და იღელონ ჩემზე რამდენიც უნდა. ჯერ რაიმე ტიპის საბოლოო გადაწყვეტილება ან დაბრუნებაზე ან არ დაბრუნებაზე. ჯერ მე ვმუშაობ აქ იმ გეგმის მიხედვით, რა თქმა უნდა დავბრუნდები. რა თქმა უნდა დავბრუნდები. მე ემიგრაციაში ერთხელ ვარ წასული ახალგაზრდობაში, ძალიან ახალგაზრდობაში.